შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვით პენტაგონსა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დაევალება გააფართოოს მიგრანტთა დაკავების დაწესებულება ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბაზაზე გუანტანამოს ყურეში. ჩვენ გუანტანამოში გვაქვს 30,000 ადგილი იმ უკანონოდ შემოსული მიგრანტების განსათავსებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელ ხალხს. ეს ბაზა ისტორიულად შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის დროს დაკავებულებისთვის გამოიყენებოდა. იქ ახლა ზღვაში აყვანილი ჰაიტელები და კუბელებიც არიან. გუანტანამოს აფართოვებენ, შესაბამისად აქ ახლა 30,000-მდე მიგრანტისთვის გაჩნდება ადგილი. ამით დასტურდება, რომ ტრამპს სურს პენტაგონის როლი გააძლიეროს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ლეიკ ენ რაილის აქტს, რომელიც ძალაში 4 შაბათს შევიდა. ეს მისი ადმინისტრაციის პირველი კანონპროექტი იყო. ახალი განკარგულების მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებიან და ჩაიდენენ დანაშაულს, დააკავებენ და შესაძლოა ქვეყნიდან ბრალდების წაყენებამდეც გააძევონ.